მესმის თქვენი საუბარი, მესმის. პირდაპირ ეთერში ვარ, გამატონო დენიზა. დღეს ჩემი ვიდეო ეთერის სტუმარი არის ქალბატონი დენიზა სუმბაძე, აკადემიკოსი. დიდი მეცნიერი. აკადემიკოსი კი, ვარ ერთ-ერთი აკადემიკოსი ვარ, ვაჟა ეგრისელის ცნობილი პოეტია, რომელმაც დააფუძნა აკადემია ქალდეა. ჩემი ხათრით. რეგალიები, ასე რომ ვთქვათ, ჩამოთვლა ქალბატონი დენიზას ძალიან შორს აგვიყვანს, საკმარისი არის უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არის დიდი მეცნიერი ეს ქალბატონი და არის ასევე ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მემატიანე და ჩვენი უახლესი ისტორიის მემატიანე. დღეს ჩვენმა წინა საუბარმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, იყო არაერთი თხოვნა, არაერთი კითხვა შემოსული, რომ ქალბატონ დენიზასთან ყოფილიყო დასმული და ყოფილიყო გაცემული ბევრ კითხვებთან დაკავშირებით, ასე რომ დღეს შევეცდებით ის კითხვები, რომელი კითხვებიც იყო შემოსული, დავუსვათ ქალბატონ დენიზას და რაც მთავარი არის ქალბატონ დენიზას მივცეთ საშუალება, რომ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ისაუბროს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელი საკითხებთანაც თავად თulis საჭიროდ თანამედროვეობის რეალობაში არის აუცილებელი, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ასე რომ ვთქვათ, გონების თვალით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს, მსოფლიო კაცობრიობა ზოგადად და სიამოვნებით, უბრალოდ მე თვითონაც, სადაც ქალბატონი დენიზა საუბრობს, იქ ყველაზე სწორი და გამართლებული არის ადამიანი უნდა გაჩუმდეს და მოусმინოს და თუ კითხვა დაებადება დაუსვას. ამიტომ ქალბატონო დენიზა მე ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი ალბათ ჩემ ადგილზე სიამოვნებით გაჩუმდებოდა და მოგისმენდათ იმ ყველაფერს, რასაც თქვენ ისაუბრებთ. რასაც თქვენ თვლით საჭიროდ, როგორც მიგაჩნიათ სწორად, რა პრიორიტეტებს ხედავთ დღევანდელ საქართველოს რეალობაში, მსოფლიო რეალობაში და ჩვენი ქართველი ერის როლი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აი, მინდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბროთ. საქართველოს ეგი ჩამოვაყალიბოთ მოკლედ ეგ შეკითხვა. თანამედროვე სამყაროს რეალობა და საქართველოს რეალობა აი ისტორიის ამ მოცემულობაში საზოგადოებრივ პოლიტიკურ მდგომარეობაში რომელიც დღევანდელ სამყაროში არის და ქართველი ერის და საქართველოს როლი და მისია დღევანდელ რეალობაში. დიდი მადლობა, ძალიან კარგი შეკითხვაა და კარგი დასმა საკითხვის. ბატონო ერმილე, ძვირფასო ერმილე, აი საქართველოს და დღევანდელი მსოფლიოს ურთიერთმემართებაში გარკვევა მოითხოვს ახალ შემეცნებით ეპოქას. ახალ ცოდნას სრულიად თვითონ კაცობრიობისათვის და იმ ცივილიზაციის ისტორიისათვის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და დღეს ვიმყოფებით. ესე იგი, როგორ დაიწყო ეს ცივილიზაცია? აი, უნდა გითხრათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გახლდით და ძალიან დიდი ავტორიტეტის იყო პეტერბურგში ერთი ქალბატონი, რომელსაც ერქვა ტაინა მანახინია, ასე ვთქვათ, საიდუმლოდ იყო აღკვეცილი და იყო ფილოსოფიურად მოაზროვნე ქალბატონი და მე იმდენად მინდოდა მისი მოწვევა თბილისში ჩვენი უნივერსიტეტის ხდომებზე, რომ მოხდა ისე, რომ ის ხანში შესული იყო და არ შეეძლო მოძრაობა დიდი მანძილებით. მე მისი მასთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მთელი ჩემი სამეცნიერო ცენტრი ვაახლე პრეზიდენტში პეტერბურგში და იქ გაუმართეს ხდომა იმისთვის, რომ იქ გამოსულიყო და მასაც თავისი სიტყვა ეთქვა.
ხო, საბედნიეროდ ისეთი საკითხებით იყო დაინტერესებული რუსეთის წმინდანთა ისტორიებით და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინტერესებდა თვითონ მსოფლიოს დღევანდელი სიტუაციის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობრივი ანალიზი. და დავსვი ასეთი შეკითხვა, რომ რატომ არ ირჯება დღევანდელი მსოფლიო იმისთვის, რომ მეცნიერულად გაერკვეს, რატომ მივიდა დღევანდელი კაცობრიობა და მისი ერთადერთი სახლი ყოფიერების უსასრულეთში დედამიწის ისეთ საშიშ რეალობასთან, რომელსაც ქვია ეკოლოგიური კატასტროფის შესაძლებლობა. თანაც მეცნიერული წინასწარმეტყველებით. ხო და უნდა გითხრათ, რომ ამ საკითხზე არ იყვნენ თვითონ ჩაღრმავებულები და მარტო დავრჩი რაღაცნაირად ამ საკითხთან და მაგრამ მოსმენა იყო იმდენად სერიოზული, იმდენად გულკეთილი და მე მეშინოდა სხვათა შორის არ შემაჩერონ მეთქი და არ ჩამიშალონ მეთქი მოხსენება, მაგრამ საზოგადოება შემხვდა ისეთი ამაღლებული უნდა გითხრათ, რომ დავამთავრე ჩემი მოხსენება, უნდა გითხრათ, მთელი პროფესურა სასულიერო აკადემიის მესწრებოდა და ჯერ ერთი მისცეს ნიშანი, რომ გუნდი ამღერებულიყო და მერე თვითონ განაცხადა ერთ-ერთმა პროფესორმა, მაშას ადამიანო, ჩვენ ყველაფერი უნდა დავიწყოთ თავიდანო. და ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ჯილდო იყო, რა თქმა უნდა, რომელიც დღესაც ძალიან საჭიროა და მინდა გითხრათ, რომ არ მგონია დადებითად იყოს შესაძლებელი ის დონე მეცნიერული, რომელიც ამ საკითხს იკვლევდეს. რატომ მივიდა დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხესთან? და მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით და ხედვით ის ერთგვარად იყო დაკავშირებული იმ საიდუმლო დინებასთან კაცობრიობის ინტელექტუალური და მსოფლმხედველობრივი შემეცნების სფეროში, რომელმაც მოიტანა აი ის მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელმაც ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშეც დაგვაყენა და დიდი აუცილებლობისაც მისი შემეცნების როგორც პოლიტიკური მეცნიერების, როგორც მსოფლმხედველობის და რომელსაც არ აქვს ჯერჯერობით არანაირი წარმატება. სხვათა შორის ამ წუთში, რასაც თქვენ გესაუბრებით, ეს კავშირები პირველად განვაცხადე ახლა თქვენთან და ასე მგონია, რომ სანამ კაცობრიობა არ გაერკვევა მსოფლიოს დღევანდელი ცივილიზაციის საიდუმლო დინებაში, მანამდე ჩვენ ვერ დავდგებით ფეხზე და ვერც სწორ გზას ვერ მოვძებნით. ამ თვალსაზრისით მე ასე ვთქვათ, უკვე არსებული კაცობრიული მონაპოვრიდან შემიძლია, რომ თამამად და მოვიხსენიო მე-20 საუკუნის ერთადერთი მოაზროვნე ფილოსოფოსი ამ სფეროში, ამ თვალსაზრისით, რომელიც იყო რელიგიური ეგზისტენციალიზმის ფუძემდებელი. ანუ საუკუნის მიმართულებაში
ჩამრთველი იმ საკითხისა, რომელიც დღეს არის ყოვლად აუცილებელი. ეს გახლდათ შვეიცარიულ-გერმანული წარმომავლობის ფილოსოფიურად მოაზროვნე კარლ იასპერსი, რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა ანდერძად, რომ თუ უნდა კაცობრიობას რომ სწორი გზით წავიდეს, მან აუცილებლად დღევანდელი კაცობრიობის გადასახედიდან შესაბამისი და ახალი ანალიტიკური თვალსაზრისებით უნდა დადოს მაგიდაზე, ანუ მეცნიერების მონაპოვართა იმ აუცილებელ ტრიბუნაზე, რომელიც იქნება ბიბლიის შეფასება თანამედროვე გონებით, თანამედროვე გადასახედებიდან. ბიბლიის ეს შეფასება დღემდე არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 საუკუნეში გერმანელები ყველაზე უფრო მეტად ყოჩაღობდნენ, ასე ვთქვათ, და ინიციატივები იქიდან მოდიოდა გერმანელი მოაზროვნეებიდან, მაგრამ ვერც გერმანელებმა მიიყვანეს ბოლომდე. და დღეისათვის ეს არის ყოვლად აუცილებელი, ბატონო ერმილე, იმიტომ რომ ეს საჭიროება დგას სოფლიო პოლიტიკის წინაშე, რადგან სოფლიო პოლიტიკის, დღევანდელი სოფლიო პოლიტიკის შემქმნელებმა და ორგანიზატორებმა, როდესაც მას ახალი მიმართულება მისცეს და დაარქვეს სიონისტური მსოფლიო მოძრაობა, ახალი რეგისტრაციით, თანამედროვე და მიღებული რეგისტრაციით, ამავე დროს დაურთეს, რომ მსოფლიო სიონისტური მოძრაობა მისი, ასე ვთქვათ, ნამდვილი უფლებამოსილების საგანი, ანუ საფუძველი არის ბიბლია. ანუ ის მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც დღეს დაესია კაცობრიობის რაოდენობას და 8 მილიარდი უნდა რომ ამოხოცოს, ამისი საფუძველი არის ბიბლია. და თავიანთ მსოფლმხედველობრივ მანდატად დღესაც ისინი ასახელებენ ბიბლიას. მაშინ, როდესაც აი ის დავალება, ის ფილოსოფიური ანდერძი შესრულებული არ არის, რაც დაგვიტოვა კარლ იასპერსმა. ანუ ჩვენ მივდივართ ვითომ პოლიტიკურად წინ გარკვეული მსოფლმხედველობის და მსოფლმხედველობრივი ანალიზის გარეშე. და ეს ყველაფერი გამოსასწორებელია. თუ ამას არ გავაკეთებთ, ის რაც დაგვიბარა კარლ იასპერსმა, ჩვენ ის დაგვემართება და მან ასე დაგვიბარა. როგორიც იქნება ბიბლიის ახალი თანამედროვე კაცობრიობის მიერ ჩამოყალიბებული ანალიზი, ისეთი იქნება კაცობრიობის მომავალი. აი, ეს გაკეთებული არ არის. პოლიტიკა შეიქმნა ამ ანალიზის გარეშე. ესე იგი, მათ ანალიზის გარეშე გაითავისეს როგორც თავიანთი მანდატი მსოფლიოს ახალი წესრიგისა, ყოველგვარი ანალიზის გარეშე. ალბათ დენიზა, შეიძლება ერთი რაღაცა გკითხოთ. ჩემთვისაც და მაყურებლისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნებოდა, იმიტომ რომ უამრავი შეთქმულების თეორიები არსებობს, ზოგი მართალი, ზოგი ასე რომ ვთქვათ, მართლა ფანტაზიის ნაყოფი არის და ესე შემდეგ. დღეს რო იყოს ჩვენთვის და გასაგები კაცობრიობი, ჩვენი მაყურებლისთვის, ასე რომ ვთქვათ, დღევანდელი კაცობრიობა, რომელ წესრიგზე დგას და რა არის დღევანდელი კაცობრიობის წესრიგის მიზანი. ანუ ის რეალობა, რა რეალობაშიც რეალურად ცხოვრობს დღევანდელი მსოფლიო,
რა ქვია ამ წესრიგს ვის მიერ არის შექმნილი ეს წესრიგი და რა არის ამ ყველაფრის სამიზნე? დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. დღევანდელი კაცობრიობა არის თავბრუდახვეული იმ რეალობით, რომელსაც დაერქვა მსოფლიოს ახალი წესრიგი და კაცობრიობას თითქოს სხვა მიზანი არ ქონდეს. მე გეტყვით, ძალიან საინტერესოა თქვენი შეკითხვა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ამ საკითხზე ვფიქრობ დღევანდელ კაცობრიობასთან მიმართებაში. როდესაც კაცობრიობა მორჩილება გამოუცხადა მსოფლიოს ახალ წესრიგს, ეს იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობამ არ იცის არსებობს თუ არ არსებობს კაცობრიობის გონიითი სივრცეში რაიმე სხვა ვარიანტი კაცობრიობის მომავლის დაპროექტებისა. ესე იგი, ჩვენ ვინ დაგვაჯერა და რატომ დავიჯერეთ, რომ ერთადერთი პროექტი ეს იყო ბიბლიის პროექტი, რომელიც წარმოადგენს აბრაამის გამოცხადებებს. როდესაც ბიბლიას მიიჩნევენ სიონისტები, რომ ბიბლია არის მათი მანდატი, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გახლავთ ლეიბა ტროცკი, რომელიც ამბობს, ტროცკი ამბობს, Бог оставил нам мир, и мы им владеем. კაციშვილმა არ იცის ის ბოგი, რომელმაც მაგათ დაუტოვა მსოფლიო, ვინ არის ის ბოგი? იმიტომ რომ ბიბლიის ანალიზი არ გაკეთებულა და საიდან იცის მაგან, რომ მათ ეკუთვნით მსოფლიო? ეს არის ელემენტარული დასკვნა, თუ ვიქნებით ლოგიკური და თუ არ დავემონებით მსოფლიოს ახალ წესრიგს როგორც ტერორისტულ პოლიტიკას. მე მიმაჩნია და დღესაც ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როგორმე ჩემი საზოგადოება საქართველო დავაჯერო იმაში, რომ ის არის სწორედ ქართული ცნობიერება არის პასუხისმგებელი იმ არცოდნაზე, რომელიც მეფობს დღეს მსოფლიოში. მსოფლიომ არ იცის ბევრი რამ თავისი საკუთარი ცივილიზაციის ისტორიაში. ეხლა თქვენ არ ვიცი, ესე იგი, საიდან დავიწყოთ და როგორ დავიწყოთ, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ქართული ანდაზა. ერთ-ერთი პირადად ჩემთვის, როგორც მოაზროვნე ადამიანისთვის და რიგითი ქართველისთვის, ძალიან დიდი ჯილდოა მსოფლიოს ახალი წესრიგი იმ თვალსაზრისით, როდესაც ზოგი ჭირია მარგებელი. ეს არის ის ჭირი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ მსოფლიოს უთხრათ სიმართლე, ჩვენთან დაკავშირებული, ჩვენ ისტორიასთან დაკავშირებული. და ჩვენ ისტორიასთან დაკავშირებული სიმართლე ის გახლავთ, რომ დღესაც მსოფლიოს პოლიტიკა ეს არის შეჯახება ებრაულ ცნობიერებასა და ქართულ ცნობიერებას შორის. ოღონდ იმ ქართულს, რომელსაც ქალდეული ქვია. ესე იგი, ისტორია ებრაელი ერისა იწყება ქალდეველების ქვეყანაში. ქალდეველების ქვეყანაში აიდგეს მათ რელიგიური ენა, იმიტომ რომ ქალდეველმა ქურუმებმა ძალიან დიდი გულუხობა გამოიჩინეს. შეიძლება ითქვას გადააჭარბეს. შეიძლება ითქვას ერთგვარ ცოდვაშიც ჩავარდნენ, იმიტომ რომ ეზოთერული ცოდნის გადაცემა შეიძლებოდა მხოლოდ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც მორალურად იყვნენ მზად ამ ცოდნისთვის. და ალბათ მე პირველი ადამიანი ვარ, რომელიც ამ ბრალდებას უყენებ ქალდეվել მოგვებს.
და ჩვენ ქურუმებს, ჩვენ წინაპარ ქურუმებს იმდენად დიდი სიყვარული გამოიჩინეს, რომ გადასცეს ბევრი რამ თავიანთი ცოდნიდან და ის ცოდნა ისეთ დონეზე იყო, რომელზედაც შემდეგ მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც მსოფლიოს თეოსოფიური მოძრაობა დაიწყო, ანუ შეჯამება კაცობრიობის ეზოთერული ცოდნისა, რელიგიურის და მსოფლმხედველობრივის, სწორედ აი ამ თეოსოფიური მოძრაობის წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა მოწაფემ ანი ბეზანტმა თვითონ თეოსოფიური მოძრაობის ფუძემდებელი ვინც იყო გახლდათ ელენე ბლავატსკაია. ელენე ბლავატსკაიას ერთ-ერთმა ძვირფასმა მოწაფემ განაცხადა, როცა შეაჯამა კაცობრიობის განვითარება რელიგიურ-თეოლოგიური, რომ ყველა ერს აქვს თავისი მისია სულიერი და ქალდეველების მისია იყო ეროვნული მისია კაცობრიობისთვის მიეცათ მეცნიერება, ანუ მეცნიერული ცოდნა ყოფიერებისა და მე მინდა ამითი დავამთავრო პასუხი თქვენი შეკითხვის, საიდან შეიძლებოდა ებრაელებს ცოდნოდათ ის, როდესაც ისინი ფიზიკურად ჯერ არ არსებობდნენ, როცა ქალდეველებმა კაცობრიობას მისცეს თავიანთი დიდი ცოდნა სამყაროს შემეცნებაზე და ეს ცოდნა დამყარებული იყო ვარსკვლავთ მეტყველებაზე, ვარსკვლავთ მრიცხველები იყვნენ და სხვა ტიპის იყო განსაკუთრებული ეპოქალური რასაკვირველია, მაგრამ მათ შესძლეს, რომ ყველაზე დიდი მეცნიერული ცოდნა მათ გადაეცათ კაცობრიობისათვის. ისინი სიკეთით სავსე იყვნენ და მორალური ინსტინქტი კი არა, აი მორალური შინაგანი სულისკვეთება იმდენად ჭარბი იყო, რომ გადააჭარბეს და ეს მომთაბარე უდაბნოდან მოსული ქალდეველები და გახადეს იმისი ღირსით და უფლებამოსილებით, რომ მათ გადაეცათ თავიანთი ცოდნა. ეს ცოდნა გადაცემული სწორედ გაირკვა საუკუნეების შემდეგ, რომ გადაცემულია და მე წეღან ვახსენე, ესე იგი ინგლისელი ასირიოლოგი, რომელმაც პირველმა გახსნა ეს საიდუმლო საუკუნეების და ათასწლეულების შემდეგ, რომ ბიბლია, რომლითაც ის ცოდნა სამყაროს შექმნისა, რომლითაც იწყება მაგათი წმინდა წერილი, გადმოწერილია ქალდეველთა წიგნებიდან. ქალდეველებს ჰქონდათ იმ დროისათვის იმ ტექნიკით შექმნილი ფირფიტები, სადაც ისინი წერდნენ თავიანთ ცოდნას და ეს მხოლოდ მე-19 საუკუნეში შესძლეს, რომ კაცობრიობისთვის მიეტანათ. ცოტა დავიღალე. არ ვიცი რამდენად დავაკმაყოფილე მე თქვენი შეკითხვა, მაგრამ ძირითადი გითხარით, ისიც რომ ის ცივილიზაცია, რომელსაც მერე თვითონ გაუძღვნენ ფარულად, მას შემდეგ რაც წაიღეს ყველაფერი ის, რაც შეეძლოთ რომ წაიღოთ, ყველაფერი რა თქმა უნდა ვერ წაიღეს, მაგრამ აი ის საიდუმლო რაც გაიხსნა სწორედ იმ ჯორჯ სმითის მიერ, ეს არის ის კოსმიური შემეცნების საიდუმლო და შემდეგ ადამიანის შექმნის საიდუმლო, რომ ის არის შექმნილი ხატად ღმერთისა და ამაზე დიდი აზრი ადამიანის შექმნაზე არ არსებობს, რაც ქალდეველებმა აჩუქეს კაცობრიობას. და იცით რა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან საქართველოში მორალი ისე იმდენად მაღლა დგას უცხოელების მიერ, სტუმრების მიერ, ჩვენ სტუმარ მასპინძლობის ქვეყანად ვითვლებით და
როდესაც ერთი ინგლისელი მარჯორი უორდროპის ძმა საქართველოში ცხოვრობდა და გაეცნო საქართველოს ცხოვრება. იცით რა დასკვნა, ხა საქართველოში რა უამრავი ადამიანი ჩამოსულა და უამრავი აზრი თქმულა ქართველების შესახებ. აი მარჯორი უორდროპის ძმა ოლივერ უორდროპმა არაჩვეულებრივი დიაგნოზი დაუსვა ქართველებს. ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე საქართველოში. ნუ მოგეხსენებათ, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა თავისი ბუნებით და მან ასეთი განსაზღვრება გაუკეთა საქართველოს. საქართველო არისო ერთადერთი ქვეყანაო, რომელსაც ყველაზე დიდ სიმდიდრედ გააჩნიაო თავისი ხალხი. და იცით რატომო? აქ შეიძლებაო კაცმოძულეობით დაავადებული ადამიანი განიკურნოსო და კაცმოყვარე გახდესო. წარმოგიდგენიათ? ეს დაწერა მან თავის წიგნში. ასეთი განმარტება არავის არ გაუკეთებია. და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ. წარმოიდგინეთ თქვენ. ეს ახალგაზრდობიდან მაინტერესებს ეს განმარტება და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ეროვნული მისიის ცოდნაში. ერთი, რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქართული ცნობიერება სხვათა შორის ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა პროფესორმა პეტერბურგში დაიცვა ქალდეოლოგიაში დისერტაცია და მისი დისერტაცია ასე თავდება, რომ ქალდეოლოგიაში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ქართულ ცნობიერებას. ხო, და მე რადგანაც ქალდეოლოგიითაც ვარ დაინტერესებული და ჩემი ხალხის მისიითაც ეს შეერთებული მაქვს და მგონია, რომ დღევანდელი სიტუაცია, დღევანდელი რეალობა არის ისეთი, რომ ქართველმა ხალხმა და სხვათა შორის ჩვენი წინაპრები წერდნენ ასეთ წინასწარ აზრს გვიწერდნენ ისე, რომ მოაღწია ჩვენამდე, რომ ქართულ ენაზე უნდა განიკითხოსო მსოფლიო. და წარმოიდგინეთ, რომ მე ამას ძალიან სერიოზულად უყურებ როგორც მოვალეობას და მიმაჩნია, რომ თუ საქართველო თავის სიმაღლეზე არ დადგება მსოფლიოს ახალ წესრიგში, ჩვენ ძალიან დიდ ცოდვაში ჩავარდებით და ეროვნულ ცოდვაში და მიმაჩნია, რომ ქართული ცნობიერების მიხმარება ეს არის ქართული ზნეობის, ქართული აზროვნების მიხმარება იმ განსაცდელის ამოსახსნელად, რომელიც დღეს თავს დაატყდა მსოფლიოს. ეს არის მსოფლიოს ახალი წესრიგი. ესე იგი, მე არ მინდა რომ თქვა, რომ ზოგი ჭირი მარგებელია თქო, მაგრამ ეს ორივე მხარეს აწვდის ბიძგს და მოთხოვნას პასუხისმგებლობის გზნობას საქართველოსაც და მსოფლიოს ახალ წესრიგსაც, რომ მსოფლიოს ახალმა წესრიგმა უნდა მოусმინოს აუცილებლად ქართველებს და ის განმარტებები, რომლებსაც ხშირად იძლევიან არასწორი განმარტებები. ერთი უნდა გითხრათ რა, ჯირფასო ერმილე, ერთი მაგათი იუდას სახარება არის რაღაცა ისტორია და სინამდვილე და მეორე კიდევ ის პრეტენზიები, რომელსაც ქართული ფენომენის წინაშე შეუძლიათ იკადრონ. ეს როგორ შეიძლება? ეხლა მაგალითად მე მინდოდა ზუსტად ამ ესე იგი ფენომენთან და ძალიან უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში თქვენთან, ძალიან დიდი ბოდიში ავტორიასთან, რომ შაქრად შეგაწყვეტინეთ, მაგრამ იმდენი კითხვა მიჩნდება,
მე უბრალოდ ვეღარ დაგისვამდით ამ კითხვას და ზუსტად აქედან გამომდინარე ორი ძირითადი კითხვა გამიჩნდა ეს ყველაფერი, რომელიც ჯერ პირველი რაც შეეხება საქართველოს ქალდეას აქ მოსულ ადამიანებს და შემდეგ ასე სულ რამოდენიმე დღის წინ ასე რომ ვთქვათ ებრაელების დღესასწაულ ხანუკაზე იყო რაბინი ებრაელი, რომელიც გამოვიდა რა ვიცი, როგორც ჩვევია თბილი სიტყვებით ისაუბრა საქართველოზე, მაგრამ იქ ისეთი აზრი იყო ჩადებული, განაცხადა ესეთი რამ, რომ აკადემიურ წრეებში მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ქართულ მიწაზე პირველად ქართველები იყვნენ თუ ებრაელები. ნუ ესე იგი საკითხის ამგვარი დაყენება ეს ნიშნავს უკვე არა მეცნიერულ, არა აკადემიურ და არა მორალურ დაყენებას. იმიტომ რომ იმის საერთოდ იესო ქრისტემ მაგათ უთხრა რომ თქვენ მადლიერების გზნობა არ აგაქვთო. აი გახსოვთ ის ეპიზოდი 10 კეთროვანი თუ დაავადებული რომ შეეხეჩა გზაში და მოსთხოვეს რომ გაგვანთავისუფლეო ჩვენი დაავადებისგანო და ყველას უშველა იესო ქრისტემ და წავიდნენ ისინი და მე ერთი დაბრუნდა უკან და უთხრა რომ მეო მოვედიო რომ მადლობა გითხრათო მეო ნამდვილად განვიკურნეო და შენო ერთი რატომ მოხვედიო 10 იყავითო იესო ქრისტემ უთხრა. თუნდაც თვითონ რაც დაწერეს ბატონ ერმილე, თვითონ რაც დაწერეს როგორც თავიანთი წმინდა წიგნი, იმის ანალიზს ისინი თვითონ ვერ გააკეთებენ. ესე იგი ჯერ ერთი წმენა ძალიან რთული მოვლენაა. რწმენით ადამიანი შეიძლება რაღაც არასწორს გულისხმობდეს თავის რწმენაში და ვერ განთავისუფლდეს ამ რწმენისაგან მთელი სიცოცხლე, მაგრამ თავისთავად რწმენა არის რთული ფსიქოლოგიური მოვლენა და ეს განსაკუთრებით ეხება ჩემი ხედვიდან გამომდინარე ებრაელებს. მათ არ შეუძლიათ რომ კრიტიკულები იყვნენ თავიანთი წმინდა წერილის მიმართ. მათ არ შეუძლიათ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვეხმაროთ მაგათ. მე გავკადნიერდები და გეტყვით რომ მე გამოვაქვეყნე ერთი ასეთი ჩემი მოწოდება, ასე ვთქვათ, ჩემი ხალხისადმი, რომელსაც მე დავარქვი ჩემი მანიფესტი. და იქ ვლაპარაკობ მე იმაზე, ქალდეველებზეც ვლაპარაკობ და ებრაელებზეც ვლაპარაკობ და მე ისეთი, ქართველი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია. მე ისეთი განცდა მიჩნდება ამ ხალხის მიმართ, რომ ძალიან მინდა მივეშველო. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ისეთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ აქ უნდა უშველო ესე დროს ადამიანს რა. უნდა ყოველ შემთხვევაში ქართველი კაცი ვერ გაჩერდება ისე რომ გულგრილად უყუროს, ესე იგი ვიღაცა ვთქვათ განსაცდელშია და თუ მას შეუძლია რამე, უნდა გითხრათ, თინა წერეთელი ყავდა ჩვენ ერთი ასეთი იურისტი. რომელმაც მე-20 საუკუნის სისხლის სამართლის საფუძვლები ხელახალი შექმნა და მე მქონდა ბედნიერება მასთან შეხვედრის. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ჩემი ოჯახის მეგობარმა ცნობილმა პროფესორმა ჩათვალა საჭიროდ რომ მისი მასწავლებელი გაეცნო ჩემთვის და მეც გამეცნო იგი. და ასეთი საინტერესო რამ მითხრა და დამამახსოვდა მთელი სიცოცხლე. ესო დენიზაო მეო როგორცო მოაზროვნეო სისხლის სამართალშიო ასეთი მოთხოვნით შევდივარ ჩვენ სამართალშიო რომ დანაშაულიო მარტო ის კი არ არისო როცა ადამიანს კლავსო ნამდვილად და ხელის გულზე როდევსო დანაშაული ისიც არისო როცა ადამიანსო გარკვეულ რეალობაში შეეძლო რომ ეს გაეკეთებინა და არ გააკეთაო ან ვერ გააკეთაო. ხო და აი ეს თინა წერეთელი ქართული ცნობიერება არის ამავე დროს იცით რომ ისიც დანაშაულია როცა შენ ხედავ ესე იგი გულგრილობა დანაშაულია და სუფთა ქრისტიანულია. ქრისტე უნდა გითხრათ 2001 წელში მე გავაკეთე პარიზში მოხსენება
მსოფლიოს ერთ-ერთ ბიზანტინოლოგიურ კონგრესზე, სადაც ასე დავამთავრე ჩემი მოხსენება, რომ ქრისტეს მოვლინება ბიზანტიაში, იმ ქვეყანაში, სადაც მოვიდა, გასაგებია, სადაც მოვიდა. ეს იყო მეთქი ქალდეური ცნობიერების ამოხეთქვა იუდეაში, ქალდეური ცნობიერების და ამას თავისი მისტიური ლოგიკა ჰქონდა. ახლა ქრისტეს მოვლენებას ისეთი პრობლემები უძღოდა წინ, რომ ეს მაგათ შეიტანეს თავიანთ ბიბლიაში, მაგრამ ის დაპირისპირება, რომელიც ქალდეველთა ქვეყანაში და ა ブラ ამს შორის მოხდა, ის მერე სხვა ეპიზოდებად განვითარდა. და თქვენ წაგიკითხავთ როდისმე, რომ მათ დაარღვიეს იმ ადამიანების რელიგია და რწმენა უზენაესის შესახებ, რომელიც მათთვის არ იყო უზენაესი, იმიტომ რომ მათი ფსიქოლოგია და მათი ტრადიციები ცხოვრებისა განსხვავებული იყო. სამწუხაროდ მე ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ იმასაც ვეძებ ყოველთვის, რომ როგორ გავამართლო ებრაელები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც ბუნებით არ აქვს მოწოდება აი ამ აზრის მიღების, მას ის აღარ არის დამნაშავე, არ აქვს ამის შანსი. ხო, ამიტომ უნდა გითხრათ, რომ ჩემი მანიფესტი ასე დავამთავრე. ანუ ქართველებს ასე დავამთავრე, რომ ჩემი მანიფესტი ჩემი ხალხისთვის ასე დავამთავრე. ჩვენ მეთქი, რადგან ჩვენ ასე გჯეროდათ, ეს ცალკე საკითხია, რომ ისინი 26 საუკუნე ჩვენთან ცხოვრობდნენ და ჩვენ გულში ვიხუტებდით და ჩვენ ვიყავით მეგობრები ნამდვილი, მაგრამ ისინი ადრე თქვენთან საუბარში თქვი, ისინი იყვნენ deep state. ეს დღეისათვის ამას ვამბობთ მთელი ძალით და აი ქრისტემ რო უთხრა, რომ დანარჩენი რა იქნაო, დანარჩენიო, მე ვინც მოვარჩინეო, ისინი რატო არ მოვიდენო, მადლობითო. დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს, მე ვეკითხები მაგათ 26 საუკუნე შენ მეგობრობას რო თამაშობდი და ეხლა ბუზანკლები რო შემომისიე, რომ იმის ამერიკელმა ჟურნალისტმა უნდა მომიწოდოს, რომ გეგმაზე მეტი სიკვდილიანობა მიდის საქართველოსიო, ეს როგორ შეიძლება დაუშვას ჩამოყალიბებული მორალის წარმომადგენელმა ერმა? ეს როგორ შეიძლება დაუშვას ქართველების მეგობარმა, რომელიც შენ 26 საუკუნე გულში გიკრავდა და შენ მე შემომისიე ვირუსი და თან მუშაობ იმის გაუმჯობესებაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი მოვკლა შენთან მიმით ავანტყოფობით. ეს როგორ შეიძლება და ან როგორ შეიძლება იმ ხალხმა, რომელმაც ვირუსი გამოიგონა, იმან მართოს მსოფლიო. არა გენათვალე, ჩვენ ქართველები ვალდებული ვართ და აი იმ მანიფესტში დავწერე, უნდა გითხრათ, რომ უნდა შეუძლებელი უნდა შევძლოთ, უნდა წავიდეთ შავლების მთებში, გავაცოცხლოთ უნდა მინდია და ის ბალახი უნდა ვიპოვოთ, რომლითაც ჩვენ მოვარჩენთ კაცმოძულეობას. ის ბალახი უნდა ვიპოვოთ, ის უნდა მივეშველოთ ამათ, იმათ უნდა უთხრათ, რომ თქვენი ფსიქოლოგია მოითხოვს შველას. ეს არ შეიძლება, ეს კაცობრიული ზნეობრივი ღირებულებებიდან ამოვარდნილია მაგათი წმინდა წიგნი. და პირველი ამოცანა, რომელიც თუ ტრამპი რამეს გააკეთებს, ეხლა გამოვიდა საქართველოში, უნდა გითხრათ ბროშურა, რომელსაც ქვია ჩვენ ვეკითხებით კაცობრიობას. და რას ვეკითხებით, იცით? კაცობრიობას. რომელი იდეოლოგია ჭირდება დღეს კაცობრიობას, რომლის დედამიწაც ავათარი? დედამიწის გადარჩენა თუ ა ブラ ამის იმპერია?
ანუ მოკლედ რომ უთხრათ რაბინს იაკობ მოიცა გულაშვილი ფრანსესტი გვარი ქონდა რომელიც ამბობს რომ ჯერჯერობით არ ვიცით ქართველები მოვიდნენ თუ ებრაელები ქართულ მიწაზე ვაიმე ანუ ამას რა შეიძლება შეფასება გაუკეთოთ რომ ეს არის საწოდაობა და ცოდვა არის ეს ადამიანი ვინც ამას რა საშინელებაა პირდაპირ მაგაზე მსჯელობა ესე იგი ჩვენ ყავდა ასეთი პატრიარქი კირიონ მეორე რომელმაც პირველმა დაიწყო ქალდეოლოგიაში მუშაობა და მოწოდება ქართული მეცნიერების მიმართ. სამწუხაროდ ჩვენთან საქართველოს ეკლესიამ დააგვიანა რომ ეს წამოეწია ეს საკითხები. მაგრამ შეიძლება ითქვას რომ ძალა აღმართ საქმნის და ეს ძალა ზოგჯერ ბედისწერაც არის. უნდა გითხრათ რომ 90-იან წლებში სრულიად შემთხვევით მე კირიონის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და დავინტერესდი რომ კირიონის მოსაზრებები ამომეკითხა მის პირად არქივში აფხაზეთთან დაკავშირებით და დავიწყე მუშაობა და უნდა გითხრათ რომ კირიონის წერილი ვიპოვე ისეთი ქალდეველებზე რომელიც არ იყო ცნობილი და გამოვაქვეყნე ჩემი მოძრაობის ერთ-ერთი გაზეთი ერის ღირსება გამოდიოდა მაშინ და გამოვაქვეყნე კირიონის მაგრამ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ უნდა გითხრათ რომ არ მოხდა მხარდაჭერა იმაზე რითაც მე ვიყავი გატაცებული და გარდა მაგისა ჩემი თეოლოგიური ინტერესები იმდენად ისეთი გზით მივყავდი ამ ინტერესებს რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი წინარე ბიბლიურთან და ეს წინარე ბიბლიური თვითონ ქალდეული იყო და ამ მიმართულებამ ამ ინტერესმა მაიძულა რომ მე ქალდეველებში უნდა ჩაღრმავებულიყავი აუცილებლად და ისეთი წერილი აღმოვაჩინე მაინდა-მაინც შემთხვევით წარმოიდგინეთ ესე იგი აფხაზებზე ვმუშაობდი მაშინ ეს ბედისწერა იყო ჩემი და ძალიან მომეხმარა და სამწუხაროდ ჩვენთან ოფიციოზი არ იყო ასეთი მიმართულების რომ ეს მიგნება თუნდაც კირიონის ასეთი წერილისა აბა კირიონის წერილის მიგნება რას მიშველი და როდესაც ეკლესია ემზადებოდა ისეთი ხატის შესაქმნელად კირიონის გვერდით აი ორი ხატი არის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში უნდა გითხრათ გვერდ კირიონის ხატიც არის და ამბროსი ხელაიას ხატიც არის კირიონი რაც არის გითხარით კირიონი არის ჩვენი ეკლესიური აზროვნების ჩაღრმავებისა ქალდეურ რეალობაში ქალდეურ ორაკულებში იგივე ის დავით აღმაშენებლის გზა ასე ვთქვათ და გელათის აკადემია ნეოპლატონური იდეები შემოიტანა ეს იმას ნიშნავს რომ ბევრად მაღლა დადგნენ ქართული ცნობიერებით მეფეებიცა და ჩვენი მეცნიერებიც იმ რეალობაზე რომელიც ბიბლიაში იყო ბევრად მაღლა დადგნენ და წარმოიდგინეთ მე თქვენთან უნდა გავამხილო რომ ამბროსი ხელაია რომელიც იყო დიდი მამულიშვილი ძალიან და ცნობილია თავისი ერთი წერილით გენუის ერთ-ერთ კონფერენციის სადაც მან მოითხოვა და თავისი პრეტენზიები წამოაყენა სულიერი და ეროვნული პრეტენზიები ქართველი ხალხის სახელით ხო და ამჯერად წარმოდგენილი არის მისი ხატი როგორც ისეთი აზროვნების თითქოს ის წინ გაუძღვა ქართველ ხალხს მეორე იერუსალიმისგან და მეორე
ისრაელისაკენ ჩვენ არც მეორე ისრაელობა გვჭირდება ასეთი და არც მეორე იერუსალიმობა არ გვჭირდება ჩვენ თაყვანს ვცემთ იერუსალიმს იქ სადაც ის სათაყვანებელია მაგრამ იქ სადაც ჩვენი პატრიარქის სიტყვებით მინდა გითხრათ არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში უფრო დიდი ცოდვა ვინმე ქრისტეს ჯვარზე გაკვრა იყო ის იერუსალიმი მე არ მინდა ამიტომ მე ვერ ვიქნები მეორე იერუსალიმი და ვერც მეორე ისრაელი ვერ ვიქნები მე გახლა ვარ ის ერთადერთი ჯერჯერობით მარტომყოფი მოაზროვნე რომელიც არ ვუმალავ ჩემ შეხედულებებს და ამიტომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტიდან დევნილი ვარ უნივერსიტეტიდან ხელფასი მომიხსნეს და გამომაძევეს ბატონ ერმილე იცით რატომ ჩემს წლიურ შრომას ერქვა საქართველოს ბაგრატიონთა დინასტიის წარმომავლობა და ქართველი ერის საღმრთო მისია აი ამისთვის მომხსნეს და გამომაძევეს ხო ერთი სიტყვით მე მინდა გითხრათ რომ დღეს საქართველო განსაცდელშია მრავალგზის ერთი რომ ან უნდა ფიზიკურად გადაირჩინოს თავი ტერორისტული მსოფლიო პოლიტიკისაგან და მეორე თვითონ მსოფლიო პოლიტიკაში უნდა შეძლოს ისეთი ჩარევა რომ ჩვენ მათ დავეხმაროთ ანუ როგორც ჩემ მანიფესტში მოგახსენეთ უნდა ვიპოვოთ ის ბალახი რომელიც მათ მიეშველება როგორც მეგობრებისაგან შველა და არა როგორც მტრისაგან ყველა ადამიანურ ზნეობრივ პოზიციაზე დაყრდნობით ზნეობრივ საფუძვლებზე რომ გიყვარდეს მოყვასი შენი და ეს არის ქართული ცნობიერება და ქართული ფსიქიკა და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ ალბათონო დენიზა ერთი კითხვასაც დაგისვამთ იმიტომ რომ ეს ეხლა ბაგრატიონების საკითხი ჩვენ წინა ლაივში ესე რომ ვთქვათ ვიდეო ეთერში განვიხილეთ როდესაც ვიმტკიცებდნენ რომ თურმე ბაგრატიონები ებრაელები არიან დავითის პირდაპირი შთამომავლები თაღლითობის 1000 გზა ეხლა სამშობლოსთან დაკავშირებით აგერ ბატონი გაგულაშვილი გუცხადებს რომ თურმე ებრაელები მოვიდნენ თუ ქართველები ამ მიწაზე ჯერ კიდე სადაო ყოფილა და ალბათ მაგათ აზროვნებაში დაამტკიცებენ რომ პირველად ებრაელები იყვნენ აქ ეს როდესაც დაჭირდებათ მაგრამ მესამე საკითხი მინდა გითხრათ მესამე საკითხზე ვთქვათ მე ებრაელებთან საუბრის დროს გამიგია მათი ესეთი დამოკიდებულება მათ როგორც თქვენ ბრძანეთ აი ამ დროეს ნამდვილად ასწია რომ ისინი ქართულ ენაზე კი არ საუბრობენ ისინი საუბრობენ ძველ ივერიულ ენაზე რომელიც წარმოშობილი არის ასევე ივრითიდან და მე ახლა თქვენ ბრძანეთ იოანე ზოსიმეს სიტყვები გამახსენდა დამარხულია ენაი ქართული და განკითხვა აი ამ ფენომენს რას დაარქმევდით ან რას ეტყოდით ამ ადამიანებს ამ შეპყრობილი ქვია ესეთ ადამიანს აბა სხვა სახას მე ვერ დავარქვა ხო ესე იგი მაგის იმის გამო რომ ჩემთვის ეს არა მხოლოდ მიუღებელი პოზიცია ქემისი ბაგრატიონების გამოცხადება ებრაელებად თითქმის შეურაცხმყოფელიც არის იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყნის წარსული და ის მე სამეფო დინასტია რომელიც ბაგრატიონებმა შექმნეს და რომელმაც თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი მაჩუქა იმათ ებრაელობას მე ვერ მივიღებ და ვერც იმ ადამიანებს ვერ ვაპატიებ რომ თამარ მეფე გამომიცხადონ ებრაელად ეს და გარდა მაგისა ჯერ ერთი ეს არის გამოგონილი იმიტომ რომ ეს ეპოქალური ის არის ქათინაური რომელიც გრიგოლ ხანძთელმა თავის საუბარში
აშოტ კურაპალატთან, რომელსაც დიდი ბაგრატიონი ერქვა, ამ საუბარში ქათინაურივით წარმოთქვა, რომ აიო შენ ისეთივე მეფე უნდა გახდეო, როგორც დავით წინასწარმეტყველი იყო და ეს ეპოქალური შინაარსის იყო, ეპოქალურის გრიგოლ ხანძთელი იყო იმ ეპოქის შვილი, როდესაც კაცობრიობა ეწაფებოდა ბიბლიას და ბიბლიური ეს იყო ყველაფერი ძალიან იდეალური და მისაბაძი. მაგრამ ახლა მე მკითხონ ეს აბრაამის ღმერთი, რომელიც ასწავლის რომ შენ აი ჩემი ერთგული იყავიო და მე გასწავლი გმური რო გახდებიო, შენი პატრონი როგორ უნდა მოკლაო და როგორ უნდა გააძეო. ის არ არის იდეალური და ის არც ღვთიური არ არის, მაგრამ ეს ცალკე საკითხია კიდევ. ბაგრატიონების ისა წარმომავლობა ბიბლიის ოდენა წიგნი დაწერა პავლე იგოროყვამ. და ეს არის ეპოქა, რომელიც აუცილებლად უნდა თავისი ეპოქალური ნიშნებით გაიაზრო და არა პირდაპირი ნიშნებით. ეხლა ვიღაცამ რა უთხრა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატს სტუმრობის დროს, ვიღაცამ სამეფო კარიდან გაიტანა ამბავი ხალხში და გაფუჭებული ტელეფონი იმანაც იქამდე მივიდა, რომ მისი სულიერი შინაარსი დაიკარგა და უფრო მარტივი იყო, რომ თუ ლაპარაკი იყო დავით წინასწარმეტყველის შვილად-წოდებილობაზე. ეხლა მე ერთი შვილი მყავს, ერთადერთი შვილი ვაჟკაცი, ჩემი მზედამთვარე. იმაზე ვინმე იტყვის, რომ დენიზა შვილად-წოდებული ხარო, ჩემი ნამდვილ შვილზე შეიძლება თქვა. და იმ გრიგოლ ხანძთელმა უთხრა იმის შვილად წოდებულო და დავაცხრე ამ წოდებულს და ეს სიტყვა წოდებული ბატონო ერმილე საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო ეს სიტყვა, იმიტომ რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება იყო დაკარგული და მისი სკოლა იყო განადგურებული შემოსეული იმის დაპყრობლების მიერ და ეძებდნენ მერე იმ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას და მე-20 საუკუნის განთიადი რო იყო 1902 წელი პირველად მაშინ ჩამოიტანეს იერუსალიმიდან. მანამდე არც მეცნიერება, უფრო მეც გეტყვით. არის ასეთი ქართველი მეცნიერი პლატონ იოსელიანი, რომელიც ძალიან ახლოს იყო მასთან ბაგრატიონებთან და ისტორიკოსი იყო და გრიგოლ ხანძთელი როგორც პიროვნება და არსებული ისტორიული მოვლენა საერთოდ არ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ყავდა ბაგრატიონი და სულ ბაგრატიონებში ტრიალებდა. ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. 902 წლის შემდეგ, როდესაც სინას მთაზე ავიდა ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი, თავიანთი საქმე რომ მორჩენ და ჩამოვიდნენ სინას მთიდან გაიარეს იერუსალიმში. იცოდნენ, რომ სადღაც ეგულებოდათ ეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და იპოვეს და ჩამოიტანეს. 1902 წლიდან დაიწყება გრიგოლ ხანძთელის შემეცნება. მანამდე ეს ბოდიალობენ მემატიანეები, იმიტომ რომ ერთს რო შეეშალა, მერე იმეორებენ. რამდენი არის კიდე დაკარგული ჩვენი ისტორიიდან? რამდენიც კიდე დაკარგული და მერე თან, რადგანაც ჩვენთან ებრაული ცნობიერებაც ცხოვრობდა, ასე ვთქვათ, და თავისი ინტერესები ჰქონდა. ილია ჭავჭავაძემ 19 საუკუნეში იყვირა, გული ამოიხეთქა პირდაპირ და თქვა, ვინ გვითითხნის ამ ისტორიასო? ხო, ვინ გვითითხნიდა?
ვერავინ ვერ უპასუხა. მაგრამ მე გეტყვით ეხლა ერთ რამეს, რაც ჯერ არ გამიმხელია. ჩვენ ეკლესიაში გამჯდარი არის რწმენა, რომ საქართველოში ებრაელები რო შემოვიდნენ მე-6 საუკუნეში ქრისტეს წინ, შემოიტანეს იმისი ილია თეზბიტელის ხალენი, ცნობილი ბიბლიური ხალენი, რომელიც მან თავის მოწაფეს გადმოუგდო ცეცხლოვანი ეტლიდან, როცა ამაღლდა ზეცად. იბარო, ეს ისეთი ჯერ ერთი ისეთი სიწმინდეა, რომელიც ებრაელებმა თავის ქვეყანაში უნდა მოათავსონ და გაუფრთხილდნენ. ესე იგი, რატო წამოიღე შენ დევნილი ხარ და სადღაცა მიგაქ? რატო არ დააბინავე შენ იმაში, შენ ბინაში, შენ საკუთარ სამშობლოში თუ ეგრეა? მაგრამ ჩვენ არასოდეს ეჭვი არ შეგვიტანია, იცით, ეს ხმა დაიყარა, რომ შემოიტანეს და დღეს იმისათვის, რომ ებრაელებმა თავის თავი გაუტოლონ ქართველებს, იქამდე არიან მისული, რომ ჩვენი ოფიციალური პირები, სასულიერო პირები ღიად აცხადებენ, რომ ცხეთაში, ჩვენ დედაქალაქში, სადაც ქრისტეს აკვანი დაირწა საქართველოში. ჩვენ გვაქვს დიდი და უძვირფასესი საკრალური ტაძარი, სვეტიცხოველი და მეუბნებიან ხალენი, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს თავიანთი წინასწარმეტყველის სამოსი, სვეტიცხოველშია დაკრძალულიო. ბიჭო, სვეტიცხოველი არ არსებობდა ისინი რო ჩამოვიდნენ მე-6 საუკუნეში ქრისტეს წინ. და როცა სვეტიცხოველი შენდებოდა, სვეტიცხოვლის აშენების მთელი პროცესი ისტორიაში არის დეტალურად მოცემული. ასად არ არის დაწერილი, რომ ებრაელებმა გადმოასვენეს ის ხალენი იქიდან, სადაც ჰქონდათ შენახული და დაკრძალეს სვეტიცხოველში. სვეტიცხოველში დაკრძალულია კვართი უფლისა. აი იმისათვის, რომ იმას გაუტოლონ, დღეს ამბობენ, აი სადაც კვართია დაკრძალული, იქ არის სვეტიცხოველში დაკრძალული ხალენი. ეხლა მე გეტყვით, არსებობს სვეტიცხოვლის საკითხავები. ეს არის ისტორიული წიგნი, რომელიც დაწერილია თამარ მეფის დროინდელი პატრიარქის მიერ, საქართველოს პატრიარქის მიერ. და ეს პატრიარქი ითვლება უგანათლებულეს პირად, რომელსაც სასულიერო წოდებები არ უნდოდა, დადიოდა სულ სწავლობდა კაცობრიობას, სულ წმინდა ადგილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი იცოდა. და ისიც იცოდა სოფლიოში რამდენი წმინდა სამოსი არსებობდა, რამდენი წმინდა სამოსი და ისტორიული. წარმოიდგინეთ, მთელი ეს სამოსები აქვს ჩაწერილი ამ საკითხავების, სვეტიცხოვლის საკითხავების წიგნში. აქ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში რამოდენიმე ამ წუთში ცოტა გამიჭირდება ყველა რო ჩამოგითვალოთ და პირველი, ვინც ახსენებს კვართის ჩამოტანას საქართველოში, ეს არის, ეს პატრიარქია, ეს გახლავთ ნიკოლოზ გულაბერიძე. რატო არ ახსენებს, რომ ხალენი არის ჩამოტანილი? რატომ არ ახსენებს, ვინ დაუშალა? ესე იგი, ლეგენდები და ისტორიის გაყალბება და ლეგენდები და ალტერნატიული რაღაცა. ეს ჩემი საიდუმლო აღმოჩენა. ხო და პირველი თქვენ გითხარით. სხვებს არ ვეუბნები, იმიტომ რომ მერიდება ჩვენი ეკლესია წამდაუწუმა აცხადებს, რომ სვეტიცხოველშია დაკრძალული და არასდროს არ ჩამოუტანიათ იმათ ის ხალენი. ზუსტად ამაში არის. ეხლა რატო გეუბნებით, იცით რომ პირდაპირ ჩვენი ისტორია მიმართულია იქითკენ, რომ გინდა თუ არა გაგვიტოლდნენ ეს ებრაელები რაღაცაში და მერე კი არ უნდა გაგვიტოლდნენ, მერე უნდა თავზე
დაგვახტენდა მე ბოდის ვიხდი ამ სიტყვაზე მაგრამ რამოდენიმე წლის წინ მე უკვე მე ეს ვითარება მთლიანად ვამპირიზმად პოლიტიკურ ვამპირიზმად მოვნათლე პოლიტიკური ვამპირიზმი და ჩვენ სოფლიოს ახალ წესრიგს საქართველოში დავარქვი პოლიტიკური ვამპირიზმი გინდათ მომკალით ეს ასეა ნუ აი ესე გამოდის ხო მიწაზე ესენი მოსულან პირველი მეფეები ებრაელები ყოფილან ენა თურმე ივრითიდან ყოფილა იბერიული წარმოშობილი და ნუ ახლა აბა სხვა რა უნდა დავარქვათ ამ ყველაფერს მოვიდნენ და აქეთ გვასწავლიან ჩვენ მიწაზე როგორ ყოფილა რა ყოფილა და ვინ ყოფილა და თუ ამას ვამპირიზმი არ ქვია და თუ ამას მიტაცება არ ქვია და ჯერ გმურად შეხვიდა და მე მასპინძელი მოკლა არ ვიცი ამას სხვა რა შეიძლება დავარქვათ ესა ბატონ ერმილე არ დამავიწყდეს და უნდა გითხრათ მაგასთან დაკავშირებით აქ რომ მეგენი უფრო ადრე იყვნენ ჩვენთან საქართველოში არსებობდა ასეთი საქართველოს ებრაელის აბრეკ ბათოშვილი და მან დაწერა წიგნი თავის ერზე საქართველოს ებრაელების საქართველოს და წარმოიდგინეთ არ შერცხვა და ის არ დაუწერია რომ ჩვენ აქ უფრო ადრე ვიყავითო მაგრამ მე გამაკვირვა რომ ქართველმა ებრაელმა დაწერა საქართველოში თავის წიგნში რომ უკრაინაშიო ჯერ ებრაელები ცხოვრობდნო და მერე მოვიდნენ ხო ეს არის მაგათი როგორც ჩანს მანერა იცით რა არის ხო ტრაგედია ეს ძალიან დიდი ტრაგედია და როგორც წეგან მოგახსენეთ იუდას სახარება რომელიც მაგათ დაწერეს მას სჭირდება სოფლიო შეფასება ესე არ შეიძლება ეს ამის ეხლა უნდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია ჩემგან ისრაელის დღევანდელი პრემიერის ბატონი ნეთანიაჰუს გამოსვლამ და მილოცვებმა შობის უნდა გითხრათ რომ პირველად გამეხარდა ძალიან რომ ესე იგი თუ ისრაელის პრემიერს აქვს ამხელა ჰუმანისტური მოთხოვნები რომ მას შეუძლია რომ ეხლა შობის დღესასწაულები მიულოცოს ქრისტიანებს საერთოდ სოფლიოში ესე იგი შესაძლებელია რომ სოფლიო წავიდეს რელიგიების დაზავებით ეს რელიგიათა დაზავება შემოიტანა ეს ცნება უნდა გითხრათ ერთ-ერთმა თეოლოგმა რომელსაც ქვია ჰანს კიუნგი და იყო სოფლიოს ზნეობის ქადაგი ასე ვთქვათ რომ ზნეობრივი სოფლიო საით უნდა წავიდეს და პირველ დებულებად შემოიტანა რომ პირველ რიგში თუ ჩვენ შევძლებთ ესე იგი მშვიდობიანი სოფლიოს შექმნას უნდა განხორციელდეს რელიგიათა დაზავება ხო და ჩავთვალე რომ ეს ჰანს კიუნგი ამისთვის მისაღებია დღევანდელი პრემიერისთვის ნეთანიაჰუს და გადავწყვიტე რომ მივსალმებოდი წერილით შემდეგ ცოტა დავფიქრდი უნდა გითხრათ და ჩავიხედე კომპიუტერში დავინტერესდი ვისაც ვკითხე ვერავინ ვერ მითხრა რომ ეს პირველი მილოცვა მეთქი თუ საერთოდ არსებობს ეს ტრადიცია და მე გამოვრჩა ერთი სიტყვით აღმოვაჩინე 2013 წელი და 2016 აგრეთვე ნეთანიაჰუს მილოცვა მაგრამ ეს მეგობრების სიტყვა to all our friends ესე იგი იქ არის სიტყვა მეგობარი ნახმარი გესმით თუ around the world სოფლიოში ესე იგი
მაგათი მეგობრები ვინ არიან ახლა ეს მე როგორც 26 საუკუნე დამეგობრებულმა ქართველმა დავინტერესდი რომ ჩვენ არ გვილოცავს ქართველებს და ვინ არიან ეს მეგობრები მეთქი და აღმოჩნდა რომ ესენი არიან კათოლიკეები ეს ადრე ვიცოდი უნდა გითხრათ არსებობს ეგეთი წიგნი ჩვენი ცივილიზაციის საიდუმლოთა ისტორია და ამისი ავტორი დამეკარგა ახლა ეს წიგნი ჩემი წიგნებში მიმეკარგა და მე კიდე ამოვიღებ აუცილებლად ამას გავავრცელებ. ხო და ეს ავტორი წერს რომ ის კათოლიკეებიო რომლებიცო მეგობრობას უცხადებენო იმათო ისინი აღარ არიანო ქრისტიანებიო ისინი ხო აღარ არიანო ქრისტიანები მეც სიმართლე გითხრათ საინტერესოა ძალიან მაგრამ თავარი ის არის რომ ბატონი ნეთანიაჰუ რომელსაც ძალიან მინდოდა გადავხვეოდი და მეთქვა რომ ჩვენც ალბათ სადღაც გვილოცავ მეთქი ეგ ვერაღარ აღმოვაჩინე და ერთ-ერთი მილოცვა პირდაპირ არის მის 2016 წლის არის მე მგონი 2016-ის კათოლიკეებს ულოცავს ისინი არიან მისი მეგობრები რაზედაც აი ეს ავტორი კათოლიკეებს ძალიან რისხავს რომ ეგ თქვენ უკვე ქრისტიანებად ალბათ ქალბატონო დენიზა ებრაელების და კათოლიკების მეგობრობა ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაიწყო, როდესაც დიდი ჰუმანიზმი გამოიხილეს კათოლიკებმა. ხო, არა, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ცოტა კურიოზულია, ბატონო ერმილე, იმიტომ რომ გადაყოლილია ჩვენი ეკლესია ისრაელზე. გადაყოლილია. მე არ მეგულება სოფლიოში პიროვნება, რომელიც უფრო თაყვანსცემდეს აი იმ სიახლოვეს, რომელიც ისტორიულად ჩვენ გაგვაჩნია ებრაელ ერთან, როგორიც ჩვენი პატრიარქია და ცოტა ეს აღმოჩნდი უკმაყოფილო ძალიან და შეურაცხყოფილი, რატო ჩვენ პატრიარქს არ ულოცავს მეთქი, კაცო? შობის დღესასწაულს პირველ რიგში თუ ჩვენ მართლა 26 საუკუნოვანი მეგობრები ვართ, როგორ შეიძლება რომ არ მოგვილოცონ, მაგრამ როგორ ჩანს ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრობა არ არსებობს ნეთანიაჰუსთვის. ალბათ არ არსებობს, აბა სხვა რადაც უნდა გამოვიტანო. არ ვიცი, ალბათ ევროპული სტანდარტებით უნდა მოუქცეოდით, როგორც ჯვაროსნები მოექცნენ, როგორც შემდეგ მოხდა მათ მიმართ მოპყრობა და მე გავხდებოდით ალბათ მეგობრები, თორემ ჩვენი 26 საუკუნოვანი გულწრფელი მეგობრობა და მიღება ეს არ არის მაგათთვის საკმარისი. საოცარია. ხო, მაგრამ საოცარი რა არის, იცით რომ აი ჩვენ დღეს რო დავიწყეთ საუბარი და ისეთნაირად არის განაწილებული მსოფლიო აზროვნება რომ თითქოს რუსეთი არის ვთქვათ საზიზღარი დამპყრობელი და აი ის რეალობა რომელიც მივიღეთ ჩვენ ახალი წესრიგის სახით ის არის ბუმბულები ეს ესე იგი ამერიკელი ჟურნალისტი ქართველ ხალხს რომელიც გამოთაყვანდა თავის ქვეყანაში და ჯერ ერთი როგორ შეიძლებოდა რომ ჩვენთვის ეკადრებინათ მათ რომ ქართველებს ესე იგი 26 საუკუნოვან მეგობრებს და პლუს რომელიც არის მომაკვდავი ერების სიაში და საშინელი დემოგრაფიული კრიზისის მდგომარეობაში გეგმაზე უფრო მეტ სიკვდილიანობას ახერხებს საქართველოში. და ეს არის 26 საუკუნოვანი მეგობრობის რეალობა. და სხვათა შორის, როდესაც ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში ბრძანდებოდა ისეთი საიდუმლო დიპლომატიური შეხვედრების დროს და იღებდა ქათინაურს, რომ თქვენო ერთადერთი ერი ხართო, ესე იგი ისრაელის დიპლომატები
მიმართავენ საქართველოს ქალბატონ პრეზიდენტს. თქვენ ერთადერთი ქვეყანა და ხალხი ხართო, რომელსაცო ჩვენს წინაშეო ბოდიში არა გაქვთ მოსახდელიო. ეხლა მე არ ვიცი ის დიპლომატები რადონის დიპლომატები იყვნენ, მაგრამ ერთი არადიპლომატიური ასპექტი ჩანს, რომ მათ თავიანთი საიდუმლო გათქვეს საიდუმლო იმისა, რომ მათი მსოფლიოს ახალი წესრიგი არის შურისძიება. ფაქტია, თავისი პირით ათქვეს და ჩვენზე, ვითომ ჩვენზე დაცულები ვართ იმითი, რომ ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა, ნამდვილად არ ყოფილა ებრაელების რაიმე შევიწროება. ბატონო ერმილე, ვიხელთებ დროს და გეტყვით. პირადად ჩემი ოჯახი. დედა ჩემი საბავშვო ბაღში მუშაობდა და ბავშვების მედიცინა ქონდა ჩაბარებული. და ჩვენი კარის მეზობელი იყო ებრაელი ქალი, რომელსაც 11 შვილი ყავდა. აი ამ 11 ბავშვს ისე უვლიდა, როცა სიცხე ყავდა ღამის 3 საათზე და ესა და შვილებისგან არ არჩევდა თავის შვილებისგან. ეს ხალხი ჩვენ გვიგზავნის ვირუსებს და თანაც იმაზე მეც ვინემ გეგმით არის გათვალისწინებული. ქალბატონ დედა, ბოლოში გაგიჟებული ვარ, უნდა გითხრათ რა, აი ისეთი შეურაცხყოფილი ვარ საერთოდ ამ ბაქტერიოლოგიური ომებით, ისეთი შეურაცხყოფილი ვარ, რომ არ ვიცი როგორ გადავიხდი ამის სამაგიეროს, ეს ამას არავითარი შურისძიება არასოდეს არ ექნება, მაგრამ შეფასება ექნება, რომ როდესაც ეგენი ეგვიპტეში ჩავიდნენ, ერთი ოჯახი ჩავიდა, ხო? ერთი იაკობი 12 შვილით. და იქიდან ჩამოვიდნენ 604,000 მხედრიონით. იმისი არ იყოს დავადებულები რომ შეხვდნენ ქრისტეს 10 რომ მოარჩინა და 1 რომ მივიდა მადლობის სათქმელად. მაგათი ბაქტერიოლოგიზაცია დაიწყეს ეგვიპტეში. ასე თუ არა ისე, აი მე ერთი ოჯახი შენ რო ერად მაქციე, ჩემი აზრით. იმდენი მადლიერების გრძნობა უნდა მქონდეს, რომ მე იმან ძიმე აგური ამაწევინა თუ სუბუქი აგური ამაწევინა, მე უკვე მადლობის გრძნობა უნდა მქონდეს და უნდა უხდიდე მას მადლობას. ეს მათ არ გააჩნიათ. არ გააჩნიათ და ჩვენ კიდე, აი მე როგორც ქართველი ადამიანი, შეურაცხყოფილს კიდე მინდა რომ ავიდე მთებში გავაცოცხლო უკვე უნდა მინდია და ის ბალახი უნდა ვიპოვო რომ მე მათ უშველო. აი ეს არის საქართველო. დიახ, ვერ გაიგებენ. ეს არის ჩვენი აზროვნება და ჩვენი მორალი. სხვანაირად არ შეგვიძლია. უნებით ვართ ეგეთები. დიახ, ქართველის ბუნება ნამდვილად ეს არის და რაც ბრძანა უორდროპმა დღეს როდესაც ჩვენ გვასწავლიან ჰუმანიზმს, ტოლერანტობას, მიმღებლობას და ასე შემდეგ, ჯობდა ევროპელებს ჩვენგან ესწავლათ და დიდი ხნის ნასწავლი ექნებოდათ ჰუმანიზმი რა არის და ადამიანობა რა არის და განკურნება როგორ ხდება თუნდაც იმ მოწამლული ფსიქიკის ადამიანების. მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. ქალბატონ დედა, ვერ ისწავლიდან, აი ისევე ვერ ისწავლიდან როგორც ქრისტეს. ალბათ მათი ბუნება როგორც ჩანს. ეხლაც, როდესაც სოფლიო უნდა დაიპყრან, რა მეთოდებით იპყრობენ? რომ კაცობრიობის 9 მილიარდი და 8 მილიარდი უნდა გაანადგურონ. რაღაც მინდა მე ის დედამიწა, როცა ამხელა ცოდვა მექნება ჩადენილი. 8 მილიარდი ადამიანი უნდა გავანადგურო იმისთვის, რომ მე ვმართო ის ჯერ ერთი როგორ მართავენ? რა უნდა ასწავლონ? და ერთი კითხვა უნდა ასწავლონ 9 მილიარდი და 8 მილიარდის განადგურება უნდა ასწავლონ და მადლობა იხადონ. ვაიმე დედა, იცით რა, ეს ამოვარდნილია კაცობრიობის ღირებულებებიდან.
ჩვენ ფსიქოლოგიიდან, ზნეობრივობიდან, მორალიდან ამოვარდნილი აზროვნება, კაცობრიული მორალიდან.